ჩვენი სტუმარია თენგო თევზაძე, კოალიცია ცვლილებისთვის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ ნახეთ, რომ არა მხოლოდ ემიგრანტების ნაწილში ცვლის ქართული ოცნება, არამედ საარჩევნო კოდექსში შეაქვს კიდევ დამატებით დრაკონული ცვლილებები, მათ შორის მედიის ნაწილში და სხვაც. რატომ აკეთებს ამას, როგორ ფიქრობთ? აი ახლა, როდესაც აქამდე ამბობდა, რომ 2028 წლამდე არ იქნებოდა საპარლამენტო არჩევნები, არ იქნებაო, ასე ამბობენ თავათოცნებიდან და თვითმმართველობის არჩევნები ახლახან ჩატარდა. რისთვის სჭირდებათ ეს ცვლილებები? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში მივესალმები პოლიტპატიმარს მათე დევიძეს, ერთი წელია რაც ის საპყრობილეშია და კოალიცია ცვლილებისთვის აქციები, რომელიც ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მელიქიშვილის ქუჩაზე, მაშინ მოხდა მისი დაკავება და ძალიან ბევრი ადამიანია დღეს მედი მაქვს უყურებს თქვენს გადაცემას და მინდა უთხრა რომ ძალიან ბევრი ადამიანია დღეს მელიქიშვილის ქუჩაზე გამოსული იმისათვის რომ გაამხნევოს და იმისათვის რომ უთხრათ ყველა პოლიტპატიმარს ისინი არ დაგვავიწყდება სანამ ისინი არიან საპყრობილეებში და ბრძოლა მათ თავისუფლებისთვის გაგრძელდება. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, თუ რატო გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ ის რაღაც ახალი საარჩევნო კოდექსში, რომელშიც შეაპარა ისეთი ტექნიკური საკითხები, რომელიც რა თქმა უნდა არაფერი აკავშირებს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებთან. ჩემი აზრით, უბრალოდ ის ცდილობს, რომ ყველა შემთხვევაში მას კონდეს, ასე ვთქვათ, ის ძირითადი საბაზისო რეგულაციები, რაც ნაკლებ მტკიცებულებას დატოვებს მომავალში, ეს იქნება ახლო თუ შორეული, მომავალში იმისათვის, რომ ნაკლები მტკიცებულება გქონდეს მათ მიერ ჩატარებულ არჩევნებზე. ის რა შეცდომების 26 ოქტომბერს მოუვიდათ და ეს შეცდომები მოუვიდათ მიუხედავად ყველაფრისა და იმიტომ არ არიან ლეგიტიმურები დღეს, ეს შეცდომები მათ არ გაიმეორებენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხი. გახსოვთ როგორ ვიბრძოდით, მათ მაინც არ გააკეთეს ეს, მაგრამ ჩვენი ორგანიზებულობით ოპოზიციის 90,000-ზე მეტი 100,000-მდე ამომრჩეველი დარეგისტრირდა. ანუ 100,000-მდე საქართველოს მოქალაქეს საზღვარგარეთ შეეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მიუხედავად ყველანაირი ხელშეშლისა, ეს რაოდენობა. რა თქმა უნდა, მაინც დარეგისტრირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტი უკვე ლოჯისტიკური, ანუ გადაადგილების კუთხით მობილიზების ნაწილში უფრო მეტი იქნებოდა აქტივობაც და რეგისტრაციას. 34,000 ადამიანი მივიდა და ახლობით 1,5-6%-ით წააგო მთლიანი მაჩვენებელში ქართულმა ოცნებამ და ეს რა თქმა უნდა მას არ აწყობს. აქ შეიძლება ვიღაცა შემომედაოს იმაზე და აი რას წყვეტს 1,5 ქართული ოცნებისთვის, ისედაც იწერს რაც უნდა. კი, ესია, რაც უნდა იმას იწერს, მაგრამ ის შედეგი როცა მოდის საზღვარგარეთიდან და იქ განწყობების საზოგადოების თავისუფალი ნების გამოვლენა, სადაც შეძლო საქართველოს ამომრჩეველობა და ის დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, ის არის ერთი დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ ის საქართველოში იწერს არჩევნებს და რაც უნდა იმ შედეგს წერს. საბოლოო ჯამში ამას ემსახურება. რაც შეეხება იმას, რომ მაგალითად ხმოვანი ჩაწერა აღარ იქნება უბანზე, ეს რა თქმა უნდა მტკიცებულებების გაქრობაა, ხო? ძალიან რთულია არჩევნები, ხა ეს ხო სისხლის სამართლის დანაშაულია არჩევნების გაყალბება, მაგრამ არჩევნების გაყალბებაში ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ მნიშვნელოვანი მტკიცებულება აქვს იმას, თუ რა მითითებას აკეთებს საარჩევნო კომისიის წევრი, ხო? უნდა გაიგო რა დავალება მიცა კანონიერი თუ უკანონო და ამის შემდეგ ვაჩვენეთ, ბატონო თენგო, ვაჩვენეთ კადრებიც სიუჟეტში, სადაც თუ კი ხმა არ იქნება ყველანაირ ღირებულებას კარგავს ასეთი კადრი, იმიტომ რომ ვერ იგებ იქ რა მოხდა. ხედავთ ადამიანებს, რომლებიც რა ვიცი, გადაადგილდებიან ერთმანეთს ესაუბრებიან. ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვით, აი როცა ხდება, ეს ემსახურება ჩემი აზრით იმას, რომ როცა ხდება ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიური კარუსელი, რაც ჩაატარეს 26 ოქტომბერს. და აი პირადობები ედოთ და ასე შემდეგ. აი მაგალითად რეგისტრატორი როცა ეუბნებოდა, რომ მარკირება გაკეთო თუ არა. ჩვენ ამას ვერ გავიგებთ. ხმარ იქნება და რაც კომუნიკაცია შედგა, მერე იქ დაგიჯდება ქართული ოცნების წარმომადგენელი და გეტყვის რომ უბრალოდ პირადობა მოთხოვა. ან ასე შემდეგ რაღაცას მოიგონებ. ანუ ეს არის ერთ-ერთი ჩვენ ხო მაგით გავშიფრეთ ეს. სამი მეთოდი იყო. ერთი რომ პასპორტებში ედოთ ის ხელნაწერი პირადობები, ანუ ფუნქციაზე ჩადებული ეს ერთი. მეორე, იყვნენ დიდი ალბათობით ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა უბნებზე იყვნენ რეგისტრირებული და მათ თავისუფლად შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და მანდ უკვე ნიშანი ჰქონდათ ის, რომ მარკირება არ გაიგეთებინათ, იმიტომ რომ მარკირება არის შემზღუდავი იმისა, რომ სხვა უბანზე გახვიდეთ და ეუნებიან, რომ მარკირება გაგიკეთოთ. ესეთი საუბარი იყო არაერთი და ამის მტკიცებულება არის. ეს მეორე მეთოდი, რასაც იყენებდნენ აქტიურად და მესამე მეთოდი არის მობილიზებული ამომრჩეველი. ანუ მობილიზებული ამომრჩეველი ნიშნავს იქ უბნებზე
ხალბატონები, ბატონები როცა ხედან სიებით თუ ასე შემდეგ და ეს გააციფრულეს უკვე ტექნოლოგიების დახმარებით, ერთიანად მოყავთ და ერთიანად რომ მოყავთ, ისინი ეუნებიან თუ ვინ უნდა შემოხაზოს თუ გააფერადოს, გააჩინა რატებით და სრულდება. ეს სამივე მეთოდის მტკიცებულება დაიკარგება. ეს თუ არ მოისმინე და გაიგე, როგორ დაამტკიცებ, რომ კი ბატონო, ეს შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, მოდი ახლავე მოვილე იქნებ დამჭირდეს, თუ ეს არის მზადება შესაძლო ვადამდელი არჩევნებისთვის. ორი ვარიანტია, ან ხალხი აიძულებს, რომ მან ეს დანიშნოს, ან მეორე ვარიანტია, საკუთარი ინიციატივით გააკეთოს ეს, თუ კი მყარად იგრძნობს თავს, მით უმეტეს პარტიების, გაუქმებისა და სხვა რეპრესიების კვალობაზე. თქვენ მაინც როგორ გონიათ რასთან გვაქვს? ჩვენ მაინც შევედით პროცედურულ ნაწილზე, ახლა მე და თქვენ. მაინც მოგვიწია პროცედურულ ნაწილზე საუბარი. ჩემი აზრით, ქართული ოცნების პირობებში პროცედურულ ნაწილზე საუბარს აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ბოლოს ჩინჩალაძე ხდება ამ ყველაფერს და ნახეთ ხო სასამართლო ექსპერტიზა, რომელიც ჩატარდა და მოსამართლე თქვა რომ ფარულად იყო დარღვევულიო, აპელაციამ ეს გადაწყვეტილება გააუქმა, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ ამ პროცედურებზე საუბარს საერთოდ აზრი არ აქვს ახლა და მოუწოდებ იურისტებსაც, მედიასაც, პოლიტიკოსებსაც ამაზე არ უნდა კონცენტრირდეთ, იმიტომ რომ ყველა ის არჩევნები, რომელიც იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული, ამ პირობებში ასეთებსაც ვნახავთ და უარესებსაც ვნახავთ, კი არა, მოხდება ის, რაც მოხდა 26 ოქტომბერს და მოხდება ის, რაც მოხდა ვენესუელაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ხალხმა მოიპოვოს და მნიშვნელოვანია ორი რა, მოთხოვნა არის ეს ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის თქვენც მოგიწიათ პატიმრობა ადმინისტრაციული ამ ხელისუფლების პირობებში და ყველანი გავართ იქ, იმიტომ რომ შესრულდეს ის ორი მოთხოვნა, რა მოთხოვნაც უნდა შესრულდეს. ჩვენთვის კოალიციაცულებისთვის მანდატი და პარლამენტის არჩევნები რო ყოფილიყო, ასე ვთქვათ, რაღაცა მთავარი პრიორიტეტი როგორც არჩევნები, ჩვენ ყველაზე მეტი მანდატები ვიღეთ იმ ევროპულ ძალებში, რომელიც იყო წარმოდგენილი, ხო? ჩვენთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი რა არის? ორი მოთხოვნა გვაქვს. ერთი, ეს არის ახალი სამართლიანი არჩევნები, ოღონდ ეს სამართლიანი არჩევნები უნდა იყოს შეთანხმებული პირობებით და დაცული ეს პირობები და მეორე პოლიტპატიმრების განთავისუფლება. მე საერთოდ არ ვიცი, სხვათა შორის ძალიან მაინტერესებს პირველი საიდან წამოვიდა ამ არჩევნების თემა, ანუ ქართული ოცნების მხრიდან წამოვიდა თუ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან წამოვიდა, რომ თითქოს ქართული ოცნება ემზადება არჩევნებისთვის. აქ საკითხი არის შემდეგი. ერთი მხრივ ვიღაცები ამბობენ, რომ ქართული ოცნება ემზადება და ბიძინა ივანიშვილი არჩევნებისთვის და მეორე მხრივ ჩვენ შევხედავთ იმას, რომ პოლიტიკოსებს, ბრალებს, ასე ვთქვათ, ახალ ბრალებს წარუდგინეს და 15 წლამდე პატიმრობები ემუქრება, ასევე ჩვენ ხედავთ იმას, რომ პარტიებს კრძალავენ და ეს შეტანილია კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ პირობებში ვიღაცები საუბრობენ, რომ აი ბიძინა ივანიშვილის უნდა არჩევნების დანიშნვა და კიდევ უფრო გავშლეთ თემას, ამის მაგალითად ამბობენ 78 მუხლს და კიდევ სხვა მოყავთ არგუმენტაცია. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ახლა წერია თუ არა კონსტიტუციაში 78 მუხლი, მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა 78 მუხლის დასაცავად? პირიქით, ხო, 28 ნოემბერს გამოვიდა მისი პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ ის ევროკავშირის გაწევრიანებაზე უარს ვამბობ და ვაჩერებთ ამ პროცესს. იმ კონსტიტუციის ყველა მუხლიდან არის გასული, არა მხოლოდ 78, მაგრამ თავარი მინდა და აი რა მუხლიდან არის გასული, რაშიც უნდა ძალიან დაბრუნება. სხვათა შორის მხოლოდ ერთი წინადადება მუხლი დიდია, მაგრამ ეს წინადადება არის მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ერთადერთი პრობლემა, სადაც უნდა რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს, არის ის, რომ მას უნდა ლეგიტიმაცია. 78 მუხლი და ევროინტეგრაციაზე უარის თქმა კი არა. ისედაც არალეგიტიმურები არიან, ისედაც რუსები არიან და ამაზე ვინც არ უნდა ილაპარაკოს. ყველა თუ აი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ეს არის პრორუსული ხელისუფლება. მაშინ როგორ თხოვ 78 მუხლის შესრულებას, თუ რუსეთისკენ მიყავს ჩვენი ქვეყანა, ხო ეს ხო შეუთავსებელია. ამიტომ თავარი რაც ქართულ ოცნებას აწუხებს, ეს არის ლეგიტიმაცია. ეს არის ის, რაც უნდა მას და ლეგიტიმაცია არა მხოლოდ ავტორიტარული სახელმწიფოები, სადაც ოპოზიცია ფორმალურად მაინც არსებობს სისტემური, არამედ ტოტალიტარული მმართველობის რეჟიმებშიც კი, ერთპარტიულ რეჟიმებშიც კი ტარდება არჩევნები. იმიტომ ტარდება ეს არჩევნები, რომ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარედან, რა თქმა უნდა, ერთპარტიული სისტემა ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას, მაგრამ ქვეყნის შიგნით მიიღოს ხალხში ლეგიტიმაცია, ეს სჭირდება. და მთავარი პრობლემა რა არის? აი
ვიღაცები რომ ბოიკოტს არ შემდგარათვლიან. თავარი პრობლემა რა არის? ის ქართულ მოცემამ დაინახა, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის 85% უბრალოდ არჩევნებზე არ წავიდა. ეს იმიტომ კი არ შეიძლება სხვა ვითარებაში გახარებოდა, მაგრამ განსხვავებით სამწუხაროდ ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისა ვერ აღიქვეს რა მოხდა. ანუ ქვეყნის დაახლოებით ამომრჩევლის 40-45% ამბობს, რომ ამ არჩევნებს და ხელისუფლებას არ ენდობ. მეცაც გეტყვით 5% რო იყოს ლეგიტიმაციის პრობლემა რომელიმე ხელისუფლების, თუნდაც ავტორიტარულ რეჟიმებში. მაშინ ამ ხელისუფლებას აქვს კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი. ეს არის სტანდარტი დადგენიდან, როცა 40% ამბობს ამას, ესე იგი მათ დიდი პრობლემაა. ესე იგი თქვენ თავად ვიახსენეთ ეს 78 მუხლი და ლეგიტიმაციის საკითხი. საინტერესოა თქვენი დაკვირვებით რა გავლენას ახდენს აი ეს საკითხი, არ ვიცი დავარქვა ამას დისკუსია თუ უბრალოდ ცალკეული საუბრები, მაგრამ არის უკვე ეს გარკვეულ სივრცეებში. რა გავლენას ახდენს უკვე ოპოზიციურ სამოქალაქო და ოპოზიციურ ველზე აი ამ საკითხის შემოტანა? პირველ რიგში ვინცაც ეს საკითხები შემოაქვს, ჯერ ერთი არანაირი პირობა არ ჩანს იმისა, გულწრფელი ვიქნები, რომ ქართულ ოცნებას უნდოდეს არჩევნები. ქართულ ოცნებას შემოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, ამ ეგრეთ წოდებულ რიგგარეშე არჩევნებში, ან ერთში, ან მეორეში, ერთში თუ შემოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, ჩვენ თუ კიდევ უფრო მეტად მივაწვევით და ვიქნებით თანმიმდევრულები, მას მოუწევს უკან დახევა და მე ამაში ვარ ხმად დარწმუნებული, ეს ერთი და მეორე, მისთვის სასურველ არჩევნებში შემოვა, იმიტომ თუ იმას ექნება 100%-იანი გარანტია, რომ ის მიიღებს ლეგიტიმაციას. ახლა რა ხდება? ახლა ხდება ის, რომ ეროვნულ ძალებს, ვინც ვიყავით ბოიკოტში, ვინც ვიყავით თანმიმდევრული და წინააღმდეგობაში, ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილის დღეს პირდაპირ თქვა კობახიძემ, რომ საკუთრივ უმრავლესობასაც კი მოვიპოვებთ, რომ ჩატარდეს ახლა არჩევნები. და ამით რა თქვა? ანუ ჯერ აქ არ არის ბოდიში ამ სიტყვისთვის და გარკვეული დალაგებული ეგრეთ წოდებული პალაჟენი არა აქვს პოლიტიკური, თორე სიამოვნებით საკონსულტაციო უმრავლესობას უარს როგორ იტყოდნენ, ხო? და პლუს ვიღაც ოპოზიციაც ეყოლებოდა პარლამენტში, მაგრამ ქართული ოცნება აკვირდება, რომ ახლა ჩვენ შიგნით ოპოზიციაში და ვისაც ეს თემა შემოაქვს, ექსპერტი იქნება თუ პოლიტიკოსი, რომელიც არის გამყოფი თემა და ამან შეიძლება გაყოს ოპოზიცია და საზოგადოება, ოპოზიცია ერთმანეთში და საზოგადოება ერთმანეთში, ის ძალიან ცუდ როლს თამაშობს და სამწუხაროდ აქაც პირდაპირ ვიქნებ. სულ ერთ და იგივე ხალხი აკეთებს ამას და რა მაინტერესებს ცით ის ექსპერტი ბატონი რო ექსპერტად პოზიციონირებდა, მე რო წავიდა და მერობის კანდიდატი რო იყო და 5% თუ რაღაც 3% მიიღო. კიდე ამას ამბობს, ანუ რაღაცა ბოქსია, ანუ ოპოზიციის სიკვდილამდეა პოლიტიკაში, სპორტ ესე არ ხდება. რაღაც არსებობს პრინციპები და ეს პრინციპები უნდა დაიცვას ადამიანს. პოლიტიკაში არსებობს. რატო არ ენდობა ოპოზიციის ნაწილსო საზოგადოება? იცით რატომ არ ენდობა? ორ თვეში რომ ორჯერ შეუძლია შეცვალოს სიტყვა, რომ ერთხელ ლეგვის პოტოლი ხარ და მეორეში უნდა გამოგლიჯო. ამიტომ არ ენდობა და ქართულ ოცნება აკვირდება მორალური გადმოსახედიდან გამომდინარე, რომელიც არის 78 მუხლი. მესმის, ანუ 78 მუხლს თქვენ განიხილავთ როგორც სატყუარას ქართული ოცნების მხრიდან შემოტანილ და დამყოფს. რა დონეზე დამყოფს შეგიძლიათ მითხრათ? ქართულმა ოცნებამ კამპანია რო ჩაატაროს 78 მუხლს ვიღებ კონსტიტუციიდან. ეს თვითონ რო თქვას, ეს ხო მისთვის საფრთხეა. 28 ნომერში ნახეთ, ხო? ამას ქართული ოცნება არ იტყვის. ამ დროს გამოჩნდნენ ვიღაცები საქართველოში, ექსპერტები და პოლიტიკოსების რაღაც ნაწილი და თვითონ ამბობენ, რომ ამოღება უნდათ. ერთი წავით. ანუ თუ ქართული ოცნება ამას ვერ ბედავს, შენ რატომ აძლევ საკითხს, რომ ქართულმა ოცნებამ ამით ოპოზიციაში შემოიტანოს განხეთქილება. მოდი იქნებ თქვათ, რომ ეჭვი აქვთ ამაზე. რაში? რომ აი საკონსტიტუციო უმრავლესობა იქ აქ მთავარი საკითხია, ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა თუ ლეგიტიმაცია? რა თქმა უნდა, ლეგიტიმაცია უნდა, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა იქნება პოლიტიკური პარტიები აგზალული ლიდერები ციხეში საკონსტიტუციო უმრავლესობასაც სიამოვნებით მიიღებს. ხო, ორივე გააკეთოს იმ ოპოზიციის პირობებში, რომელსაც არანაირი დობა არ აქვს, ხო, საზოგადოებაში. ესე იგი, შეგიძლიათ გითხრათ პარტნიორობა პოლიტიკურ პარტიებს შორის რა დონეზეა, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლოს ამ თემის გამოყენება სათავისოდ, ანუ ვერ მიიღოს ლეგიტიმაცია თუ პოლიტიკური პარტიები იგრძალება თუ აი ეს ცვლილებები შეა. სხვათა შორის ქართული ოპოზიციასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები მიდის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს შორის და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ,
თანხმობა შეიძლება შედგეს, მე არ მიყვარს და არ ვიძახი ალიანსი, კოალიცია, პლატფორმა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არ ხდება ხოლმე მე ისე როგორც საჭიროა, ანუ მისი სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, დიდი თანხმობა იყოს პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის რაც არის სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრები. ამ ორი მოთხოვნის წინაშე მთელი საზოგადოება გაერთიანებულია, მაგრამ უცებ ხდება გამხლეთში თემების შემოყვა, აი როგორი არჩევნები. აი მოდი თქვენი მაყურებლისთვის ვიქნები პირდაპირ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ. ანუ ჩატარდა არჩევნები, ქართულმა ოცნებამ აიღო რაღაც 99 მანდატი, ვერ მიიღო ეგრეთ წოდებული საკონსტიტუციო ან 105 ან 100, არ ვიცი, იმიტომ რომ 113 ჭირდება ერთი მოწვევის პარლამენტს, ახალი მოწვევის პარლამენტს 100-ს ყოფს. თქვათ მიიღო 99 მანდატი. ქართულმა ოცნებამ ოპოზიციამ 51 პირობითად ვამ ვინც გავა ამ არჩევნებზე და ეს გამარჯვება შეიძლება ჩაითვალოს. ქართული ოცნება ეგრევე ლეგიტიმაციას მიიღებს საერთაშორისო და გამარჯვება არის რეჟიმის ცვლილება. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გამარჯვება თუ ერთ ეს იქნება ღალატი პროტესტის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ქართულ ოცნებას გაუხანგრძლდება 2030 წლამდე ვადა და მართლა დაუკარგავთ 78 მუხლის შესრულების შანსი, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ, როდის უნდა მოხდეს საქართველოს ევროკავშირის გაფართოება და გაწევრიანების ეგრეთ წოდებული დედლაინით. მე გკითხეთ პარტნიორებზე აი ამ საკითხში და თქვენ დახსენეთ სამოქალაქო საზოგადოებაც. არ ვიცი მეთანხმებით თუ არა, მაგრამ ყველა ეს საკითხი მაინც მიბმული არის პროტესტზე. ანუ ის რაც თქვენ დაუშვებლად მიგაჩნიათ, პროტესტმა უნდა თქვას, რომ თქვენ ამაში გეთანხმებათ. ანუ პერსონალურად თქვენ არ გულისხმობთ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს და იმ მოკავშირეებს, რომლებიც ამ საკითხის გარშემო მიაღწევთ თანხმობას. ფიქრობთ თუ არა, რომ პროტესტი გადაწყვეტს მაინც აი ამ საკითხს, ანუ ისინი, ვინც იტყვიან, რომ მოდი ამ გზით ვიაროთ, რაც თქვენთვის მიუღებელია, ამას გაწევს პროტესტი ამ ძალებს და იტყვის, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია. პროტესტი და ეროვნული პოლიტიკური პარტიები თუ იდგებიან, ყარად ქართული ოცნება არანაირ რიგარში არჩანიშნავს თუნდაც მის სასარგებლოს, მაგრამ პროტესტი და ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ახლა ქუჩაში არიან და აპროტესტებენ, თუ იდგებიან ერთად და იქნებიან თანხმედრაში მოთხოვნებთან, ბიძინა ივანიშვილის აუცილებლად მოუწევს სამართლიანი არჩევნების დანიშვნა პოლიტპატიმრების გარეთ გამოშვებით. ეს არის ორი მოთხოვნა, რომელსაც კოალიცია ცვლილებისთვის არასდროს უკან არ წაიღებს და რატო ამბობ არასდროს. რა თქმა უნდა, შეიძლება ქართულმა ოცნებამ ყველაფერზე დათმობაზე არ წავიდეს. მაგალითად, რაღაცები არ დათმოს ზალოვანი. ეს შეიძლება იყოს ამაზე მსჯელობა, მაგრამ არჩევნები რო უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე, ამაზე ჩვენ ვთანხმობთ. კი ბატონო და ვასრულებთ ჩვენ საუბარს. გაქვთ თუ არა მონახაზი, ვის ხედავთ მოკავშირეებად ამ საკითხში და ვის ვერ ხედავთ მოკავშირეებად საზოგადოებრივ პოლიტიკურ ველზე. კი, ამ საკითხში მოკავშირეებად ხედავთ ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ამ თანხმობაში შემოვა. და ეს თანხმობა იქნება პრინციპებზე დაფუძნებული და ამ პრინციპებზე შესრულებაზე აიღებს პასუხისმგებლობას. ერთი პრობლემაა და ის უნდა დაიძლიოს მათ შორის ოპოზიციაში. ერთია რომ სიტყვას ამ პოლიტიკურს და უნდა შეასრულოს, ეს ერთია. და მეორეა რომ ამ სიტყვაზე პასუხისმგებლობაც უნდა აიღო. ეგრე არ არის რომ გადათქვა და ვიცით ყველამ რომ ვიღაცამ X-მა გადათქვა, ხო? მაგრამ მარტო გადათქვა აღარ იქნება საკმარისი. პასუხისმგებლობები უნდა ავიღოთ. სხვა შემთხვევაში მათ შორის ოპოზიციური ამორჩეველი ძალიან გაიზარდა, რომელიც უმრავლესობაა დღეს საქართველოში და ზუსტად ის შედეგები დააფიქსირა, რა შედეგების დააფიქსირა. ამიტომ ყველას განვიხილავთ გარდა იმ პოლიტიკური პარტიებსა, ვისაც ნაბიჯები აქვთ აქეთ გადმოსადგამი. ანუ პასუხისმგებლობა აქვს ასაღები. ყველას განვიხილავთ, ვინც არ შევა ბიძინა ივანიშვილის თამაში და არ ითანამშრომლებს მასთან. დიდი მადლობა. მოთხოვნა არის ორი. ახალი სამართლიანი არჩევნები, პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ამის გარეშე ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას. დიდი მადლობა. გადაცემაში მონაწილეობისთვის.